რაციონალიზმი და ემპირიზმი არის ფილოსოფიური ტრადიციები, რომლებიც ეპისტემოლოგიაზე აკეთებენ განცხადებებს. რაციონალიზმი ამბობს, რომ ცოდნა მოდის აზროვნებიდან და არა გამოცდილებიდან. ანუ რაციონალიზმის მიხედვით არსებობს აპრიორი ცოდნა. რაციონალიზმის სათავეებს შეგვიძლია ანტიკური საბერძნეთის ფილოსოფოსების ნაშრომებში შევხვდეთ, მაგალითად პლატონთან ან პითაგორასთან. თუმცა რაციონალიზმი პოპულარული გახდა მე-16-17 საუკუნეებში. ცნობილი რაციონალისტები იყვნენ რენე დეკარტი, ბარუხ სპინოზა და ლაიბნიცი. რაციონალიზმი ამტკიცებს, რომ ჭეშმარიტება გამომდინარეობს ლოგიკური აქსიომებიდან, ხოლო რაც შეეხება ემპირიზმს, ის ამტკიცებს, რომ ცოდნა მომდინარეობს გამოცდილებიდან და დაკვირვებიდან. ემპირიზმის სათავეებსაც შეგვიძლია მივაკლოთ ანტიკურ საბერძნეთში, არისტოტელესთან, თუმცა ის ჩამოყალიბდა და პოპულარული გახდა მე-17-18 საუკუნეების ბრიტანეთში და განსაკუთრებით დიდი გავლენა მოიპოვა სამეცნიერო რევოლუციის დროს. ცნობილი ემპირისტები იყვნენ ჯონ ლოკი და დევიდ ჰიუმი. ემპირიზმი ამტკიცებს, რომ ყველანაირი ცოდნა გამოცდილებით არის მიღებული, ანუ ყველა ცოდნა არის აპოსტერიორი. თქვენ რომელ მიმდინარეობას მიემხრობოდით? თქვენი მოსაზრებები დაწერეთ კომენტარებში. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი და ეწვიეთ ჩვენს ვებსაიტს philosophy.g